სკოლა დავამთავრეთ, რა თქმა უნდა ძალიან ემოციური დღეა. თითქოს რაღაც ეპოქა დასრულდა და ახალი იწყება. დრო მიდის, მაგრამ მოგონებები რჩება და რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს. ყოველთვის ტკბილად გაგვახსენება აქ გატარებული წუთები და ეს სკოლა ასოცირდება მთელ ჩვენს ბავშვობასთან და მადლობას ვუხდი ჩვენს სკოლას ამ ყველაფრისთვის. ცალ ყველა მე-12 კლასელს, განსაკუთრებით ჩემს კლასელებს, ბავშვებს და რა ვიცი, იმედია წარმატებებს მივაღწევთ და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება. ძალიან ემოციური დღე არის ეს ჩემთვის და მთელი ცხოვრება შეიძლება ითქვას 12 წელი ველოდი რომ ეს დღე დამდგარიყო და ახლა როდესაც დადგა ძალიან ემოციურად ვართ განწყობილი ყველა და აი არ გვინდა რომ ეს დღე დამთავრდეს და გვინდა რომ გავაგრძელოთ სკოლა ესე რომ შეიძლება ითქვას. მართლაც ამაღელვებელი დღეა დღეს ჩვენთვის 12 წელი გავიდა და ეს სკოლა ჩვენთვის ინახავს უამრავ ტკბილ მოგონებას, უამრავ ცრემლს, სიხარულს, ბედნიერებას და დარწმუნებული ვარ რომ თითოეული ჩვენგანი იამაყებს ეს სკოლაზე სტაფონი, საქართველოს ყველა იამაყებს დარწმუნებული ვარ და ჯერა და ზუსტად მომავლის იმედი უნდა გქონდეს. დღეს ბოლოს არის ანაბასიში. არა მარტო ანაბასიში, მთელ საქართველოში დღეს სკოლას ამთავრებენ მე-12 კლასელები, მათი სკოლის ცხოვრებაში დაირეკება ბოლოს არის და იწყება ახალი ეტაპი, რომელიც სავსე იქნება სიახლეებით, გამოწვევებით, წარმატებებით. მინდა თითოეულ მათგანს დაულოცო სავალი გზები, უსურო წარმატება, ბედნიერება ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ ესახელებინოთ არა მარტო საკუთარი ოჯახები, მთლიანად ქვეყანა და ნამდვილად რომ უყურებ ჩვენს ახალგაზრდებს, თამამად შემიძლია ვთქვათ, რომ მათ არა მარტო ქვეყნის ზონაზე შეგვიძლია წარმატების მიღება და საკუთარი სათქმელს ვთქვათ, არამედ გლობალურ შედეგზე და თითოეულ მოსწავლეს ვლოცავ ჩემი მოსწავლეების სახელით და ჩემი მოსწავლეების თავად. არ ვიცი, ესე რომ დაამთავრებენ სკოლას ალბათ გამეჭიდება. თუმცა მომავალთაობის იმედი მაქვს, მაგრამ მათ მიყვება ჩემი გულის ნაწილი, რაღაც, რომელიც მათი საკუთრებაა. მინდა გული და სული დავლოცოთ თითოეული მათგანი და უსურო უბედნიერესი მომავალი.